პირველი რაუნდი ისე დასრულდა, რომ ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით, როდის დაიწყება მოლაპარაკებების კიდევ ერთი ახალი რაუნდი. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს რაუნდი უკვე აღმოჩნდა სკანდალური, რადგან რაც უფრო მეტი საათი გადის, მას შემდეგ, რაც დოლმობახჩეს სასახლეში დასრულდა ეს მოლაპარაკებები, მით უფრო სკანდალური დეტალები მჟღავნდება. ასე მაგალითად, ახლა გამოცემა ეკონომისტი წერს, რომ რუსეთის დელეგაცია, რომელიც აქამდე ირწმუნებოდა, რომ იყვნენ კომპრომისზე თანახმად და მზად, ირკვევა, რომ ამ შეხვედრაზე მუქარებით და ულტიმატუმების ენით დაიწყეს საუბარი. აქ საუბარია იმის შესახებ, რომ როგორც ეკონომისტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები ამბობდნენ და მოითხოვდნენ უკრაინისგან, მათ შორის ყირიმის აღიარებას რუსეთის ფედერაციის შემავალ ნაწილად. გარდა ამისა, მათ მოითხოვეს ასევე უკრაინული ჯარების გაყვანა სხვადასხვა ქალაქებიდან. ბუნებრივია, მათ მოთხოვნებს შორის იყო სხვა დანარჩენი 4 რეგიონის აღიარებაც რუსეთის შემავალ ფედერაციის ნაწილად და გარდა ამისა, რამდენიმე აბსურდული მოთხოვნაც გააჟღერა დღეს რუსულმა მხარემ. მათ შორის ეს მოთხოვნა იყო ერთ-ერთი ასევე ამ მოლაპარაკებების დაწყებამდე, რომ შუამავლების გარეშე სურდა რუსეთის დელეგაციას წარმოება ამ პროცესის, მათ შორის მათი მოთხოვნით ამ მოლაპარაკებების პროცესში არ ჩაერთო საერთოდ ამერიკა, თუმცა ასევე ჰქონდათ მოთხოვნა, რომ ასევე ამ მოლაპარაკებების პროცესში არ ყოფილიყო შუამავლად თურქეთი, არადა ეს სწორედ ის ქვეყანა და ის წარმომადგენლობითი დელეგაცია, სადაც ახლა ტარდება მოლაპარაკებები სამშვიდობო ზავის მისაღწევად მხარეებს შორის. ასე თუ ისე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მაინც დასრულდა მინიმალური შედეგით. ეს შედეგი გამოიხატება 1000 ტყვეების გაცვლაში და გარდა ამისა მხარეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ დაიწყებენ მსჯელობას, რამდენად არის შესაძლებელი შეხვედრა ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ტყვეების გაცვლის განხილვის და ასევე პოტენციურად ვამზადებთ შეხვედრას ქვეყნის ლიდერების, პუტინისა და ზელენსკის დონეზე. ჩვენ გვაქვს პრეზიდენტის კონკრეტული დირექტივა. მოლაპარაკებები დასრულდა და საერთო ჯამში ჩვენ კმაყოფილები ვართ. კიევმა მოითხოვა სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრა, რასაც რუსეთი მიიღებს განსახილველად. რუსეთი და უკრაინა უახლოეს პერიოდში ტყვეებს გაცვლიან ფორმულით 1000-ზე. რუსეთი და უკრაინა წარადგენენ თავიანთ ხედვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეტალურად, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაგრძელდება. თუ დღევანდელ პროცესებს გადავხედავთ, ფაქტია და ცხადია, რომ რუსეთი ახლა ფსევდომშვიდობის მოტივით სარგებლობს და მოკლედ ამ ხაზს მიყვება, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ცდილობს უკრაინა, რომ დაუახლოვოს პოზიციები რუსეთს, მით უფრო იზრდება მათი მოთხოვნებიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ფაქტობრივად არც ერთი მოთხოვნა არ წამოუყენებია თავად უკრაინას. ის პროცესები, რომელიც ახლა ხდება მოლაპარაკებების გარშემო, მსოფლიო ლიდერებისთვის უკვე არის პუტინის თამაშის გაგრძელების მცდელობა. ისინი ამბობენ, რომ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს და საჭიროა მოქმედება. როგორც უკვე ვიცით, ალბანეთში ევროპის პოლიტიკური სამიტი ტარდება, სწორედ იქ მონაწილეობდა დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიც. ეს სამიტი მთლიანად რა თქმა უნდა ეძღვნება უკრაინას და სიტყვითაც გამოვიდა ვოლოდიმირ ზელენსკი და მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს, რომ მათი პოლიტიკა იყოს უფრო მეტად მკაცრი და უფრო მეტად მკაცრი იყოს ის სანქციებიც, რომელიც დაუწესდება პუტინის რეჟიმს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას შემდეგ, რაც დოლმაბახჩეს სასახლეში დასრულდა მოლაპარაკებები, ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან, ტუსკთან და სტარმერთან ერთად ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს და მოისმინა მისი პოზიცია ერთის მხრივ რას ფიქრობს იმ მოლაპარაკებებზე და მეორეს მხრივ გადასცა საკუთარი ხედვაც, რომ თუ არ იქნება უფრო მკაცრი პასუხი დასავლეთისგან, პუტინის მადა კიდევ უფრო გაიზრდება. უკრაინა მზად არის გადადგას ყველა რეალისტური ნაბიჯი ომის დასასრულებლად. მოუწოდებ ვლადიმერ პუტინს, რომ ის დელეგაციას მიანიჭოს რეალური მანდატი მოლაპარაკებებისთვის. მე მზად ვიყავი თურქეთში პუტინთან შესახვედრად, მაგრამ მას შეეშინდა. ამ კვირას უკრაინას ჰქონდა რეალური შანსი ომის დასრულებას მიახლოვებოდა, რის გამოც მე ვიმყოფებოდი ანკარაში, რათა გადამეწყვიტა მნიშვნელოვანი საკითხები. რუსეთმა კი სტამბოლში გააგზავნა დაბალი დონის დელეგაცია, უფლებამოსილების გარეშე. მიუხედავად ამისა, უკრაინულმა მხარემ იქ გააგზავნა გუნდი თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, რათა დაგვედგინა შეუძლიათ თუ არა რუსებს რეალური ნაბიჯების გადადგმა, ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მკვლელობების შესაჩერებლად და დიპლომატიისთვის მყარი საფუძვლის შესაქმნელად. თუ დღეს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენლები ცეცხლის შეწყვეტაზეც არ დათანხმდებიან, მაშინ 100%-ით ნათელი იქნება, რომ პუტინი აგრძელებს დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრას. ერთადერთი მთავარი მოთხოვნა
მოთხოვნა, რომელიც ამ მოლაპარაკებების პროცესში აქვს კიევს, ეს არის ცეცხლის დაუყოვნებლივ მინიმუმ 30 დღით შეწყვეტა და სწორედ ამის შემდეგ წარმოუდგენიათ მათ მოლაპარაკებების გაგრძელება და საუბარი მშვიდობაზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვლადიმერ მედინსკი, რომელიც არის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მას ყველაფერი პირიქით წარმოუდგენია და ვერ წარმოუდგენია, რომ მაგალითად ფრონტზე ცეცხლი შეწყდეს და ისე დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. უფრო დეტალურად რა მოხდა დღეს მხარეებს შორის დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების პროცესში, სავარაუდოდ რუსული პროპაგანდისტული მედია დღეს საღამოს გაავრცელებს, როგორც პუტინის პროპაგანდისტული მედიები იტყობინებიან, უკვე ჩაწერილია ახალი ინტერვიუ ვლადიმერ მედინსკისთან და ვრცელი ინტერვიუ იქნება ეს სავარაუდოდ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი შინაარსი უკვე თავშივე ცნობილია. რაც შეეხება დღევანდელ მოლაპარაკებებს, დასამახსოვრებელი და თვალშისაცემი იყო ერთი დეტალი და გარემოება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები კარგად ფლობენ რუსულ ენას, მათ მაინც გადაწყვიტეს, რომ შეხვედრაზე ამ მოლაპარაკებების პროცესში მისულიყვნენ თარჯიმნებით და სწორედ ასეთი სახით ჰქონდათ მათ კომუნიკაცია ვლადიმერ პუტინის დელეგაციასთან, რომელიც არც თუ ისე წარმომადგენლობითი იყო. სწორედ ამ მოლაპარაკებების პარალელურად ტარდებოდა ალბანეთში პოლიტიკური სამიტი, სადაც მსოფლიო ლიდერები იმყოფებოდნენ, მათ შორის ბუნებრივია იყვნენ ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ დღევანდელი დღე მათთვის კიდევ ერთი ცალსახა ნაბიჯია, ცალსახა დადასტურება იმის, რომ პუტინს მშვიდობა არ უნდა და სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა კიდევ უფრო ძლიერი უნდა გახდეს და ამ მხრივ საუბრობენ სანქციების შესახებ. ევროპა გამოფხიზლებულია. ჩვენ ვიცით, რომ ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დიდი კრიზისის დროს ევროპას შეუძლია შესანიშნავი პასუხის გაცემა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს აქ ვხედავთ თქვენთან ერთად, ვოლოდიმირ, ადასტურებს ჩვენს რკინის სოლიდარობას. ჩვენ გვინდა მშვიდობა. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ სანქციების შემდეგ პაკეტზე. ამ პაკეტის ძირითადი ელემენტებია სანქციები Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის წინააღმდეგ. სანქციების სიაში ჩრდილოვანი ფლოტის მეტი გემის დამატება, სანქციების სიის დაბალი ფასის ზღვარი და ახალი ნავთობსადენის შემოღება. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და დრო ამისთვის სერიოზულად ვიმუშაოთ. ის რაც ახლა ხდება, აჩვენებს პუტინის ნამდვილ სახეს. მას მშვიდობა არ სურს. ჩვენ ახლახანს გვქონდა საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან ალბანეთიდან. კიდევ ერთხელ პრეზიდენტმა პუტინმა არ უპასუხა ამერიკელების მიერ წამოწყებულ უკრაინისა და ევროპელების მიერ მხარდაჭერილ უპირობო ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. ცეცხლის შეწყვეტაზე და უკრაინასთან დიალოგზე უარის თქმით რუსეთი აჩვენებს, რომ არ სურს მშვიდობა და ცდილობს დროის მოგებას ომის გაგრძელებით. ამ კონტექსტში, როდესაც ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა ტირანაში სამიტზე იკრიბება, ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან და ნებაყოფლობით კოალიციასთან, რათა განვსაზღვროთ ერთობლივი რეაგირება. სამი წლის წინ გაყინული პროცესი თითქოს დაიძრა, მაგრამ დღის ბოლოს მაინც არაფერი შეცვლილა, ვინაიდან იმის მიუხედავად, რომ რუსეთი დღეს საუბრობდა მშვიდობაზე და ომის დასრულებაზე, ამ საუბრის პარალელურად, როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში იყო აფეთქებები და დრონებით შეტევა ისევ უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის მოთხოვნები არის აბსურდული ოფიციალური კიევისთვის და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ გაგრძელდეს ეს პროცესი. ახლა მთავარი საკითხი და მთავარი კითხვა შედგება თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა. უკვე ერთი კვირა ეს კითხვა არის პასუხგაუცემელი, მათ შორის დონალდ ტრამპიც ამბობს, რომ ეს შეხვედრა არის გარდაუვალი, ის მზად არის, რომ თავად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს. დღეს მან განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრა შეიძლება შესაძლოა შედგეს 2 ან 3 კვირის შემდეგ. და დღეს ასევე დასამახსოვრებელი იყო რომის პაპის განცხადება. ლეო მე-14 აცხადებს, რომ მას სურს იყოს ვატიკანის სივრცე, სადაც შესაძლოა, რომ 2 პოლიტიკური მტერი ერთმანეთს პირისპირ ესაუბროს.